შოთა ხინჩაგაშვილი წლების წინ გაზეთ სარბიელში. გიო ახვლედიანმა შოთა ხინჩაგაშვილს საოცრად თბილი და საინტერესო ჩანახატი მიუძღვნა წერილის დასასრულს. ავტორი წერდა, თუ კი ოდესმე თბილისის დინამო იპოვის მცველს, რომელსაც ბოლომდე და დაუნანებლად მიანდობს საკუთარი საჯარიმოს კლიტეებს, ეს კაცი ხინჩაგაშვილს უნდა ჰგავდეს. ის ყოველთვის თამაშობდა ნატკენი ფეხით გახეთქილი შუბლით. მას შეეძლო საჯარიმოდან თაურით გამოეტანა საშინელი კუთხური, აწეულიყო 2 მეტრიან თავდამსხმელებზე მაღლა. მას შეეძლო არ წამოგებოდა სწრაფ და გრძელ ფეხება მოწინააღმდეგეთა მოძრაობებს და შეეძლო დაევიწყებინა მოედანი, თამაში და უბრალო შეჯიბრი, როცა აფეთქდებოდა ხოლმე. ის იყო ზურგი, სიმტკიცე და კედელი, ფეხბურთისთვის შობილი კაცი, რომელიც საკუთარ ნახევარს განაგებდა. ზოგიერთი წყარო შოთა ხინჩაგაშვილის დაბადების თარიღად ასახელებს 1951 წლის 9 ნოემბერს, რეალურად უმაღლესი კლასის ცენტრალური მცველის დაბადების დღე 9 იანვარია 1951 წლის.